დასასრულს უახლოვდება იმდინარე პროექტი ქუთაისში, რომელიც გულისხმობს დევნილი მოსახლეობის განსახლებისთვის 720 ბინისგან შემდგარი საბოლოო ჯამში 3 კორპუსის მშენებლობას. დარჩენილი არის პრაქტიკულად ფინალური ეტაპის სამუშაოები. ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან ახლო მომავალში რეალურად გვექნება შესაძლებლობა, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული კონკრეტული ოჯახებისთვის, ვისაც კანონმდებლობის მიხედვით უპირატესად ეკუთვნის დაკმაყოფილება ბინით, მათთვის იქნეს გადაცემული კონკრეტული ბინები. ამას ძალიან ახლო მომავალში უზრუნველყოფ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან სწრაფად აქ გადმოსვლის შემდეგ ეს მოსახლეობა შეძლებს საკუთარ სახლებში, აფხაზეთში დაბრუნებას. პროექტი ერთიანად ხორციელდება ქუთაისში, ზუგდიდში, თბილისში, სადაც გათვალისწინებული არის ყველა ჩვენი დევნილი მოსახლეობის ბინით უზრუნველყოფა, სულ მალე ჩატარდება ლოტოტრონი და 720 ჩვენი დევნილი ოჯახი დარწმუნებული ვარ, შევა გარემონტებულ, გამზადებულ, ხედავთ ალბათ თითოეული თქვენგანი თუ როგორი ჩვენიერ ბინები დახვდება ჩვენს დევნილ მოსახლეობას. მინდა აღვნიშნო მაღალ დონეზე შესრულებული სამუშაო, რომელიც მოიცავს როგორც ეზოს მოპირკეთებას, ასევე შიგნით ბინების სრულად უზრუნველყოფას და გარემონტებას. დასრულების ეტაპზე არის 720 დევნილისთვის ბინების სამშენებლო სამუშაოები, სადაც ამ ეტაპზე ხორციელდება უკვე დასკვნით ეტაპზეა და ხორციელდება ბინების დასუფთავების და მოწესრიგების ღონის სამუშაოები. კორპუსები აშენებულია საქართველოში მოქმედი ყველა ნორმის დაცვით, რაც ითვალისწინებს როგორც არქიტექტურულ მოთხოვნებს, ასევე სახანძრო უსაფრთხოებას საქართველოში მოქმედ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა ნორმას.